დანარგაულიდან ჩამოსული ბიჭი, რომელიც საერთოდ არაპირებდა, რომ თეატრს დაკავშირებოდა თავის ცხოვრებით, მთელი ბედი და თავის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც დაუკავშირა თეატრს და ეს არის სწორედ ჯაბადარის დამსახურება, იმიტომ რომ იქ მიიღო მან განათლება. ბუნებრივია ის სწავლობდა მსახიობის ოსტატობას, ძალიან კარგად, მაგრამ თავიდანვე უთხრეს, რომ მისგან უფრო რეჟისორი დადგებოდა ვიდრე მსახიობი და მიიღო ჩემი აზრით ეს სწორი გადაწყვეტილება. როდის მოდის დოდო ანთაძე სამოღვაწეოდ ქართულ თეატრში? აი როგორი კლიმატური პირობები ხვდება მას. აი ეს კონტექსტი ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი და რატომ? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამ დროს უკვე ქართულ თეატრში არიან პირველი პროფესიონალი რეჟისორები, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული და ქართულ თეატრში მოღვაწეობს, მაშინ ერთი თეატრი იყო, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილი და ახმეტელი. აი ამ დროს ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელიც იწყებს რეჟისორობას. წარმოიდგინეთ, როგორი ნიჭიერი უნდა ყოფილიყავი, რომ გახდე პარტნიორი, კოლეგა მარჯანიშვილის და ახმეტელის. სხვა რეჟისორებს მიხეილ ქორელს, აკაკი ფაღავას, ალექსანდრე წუწუნავას რომ თავი დავანებოთ. როდესაც ჩვენ მის მოგონებებს ვეცნობით, ან წერილებს, სადაც ყვებიან დოდო ანთაძეს შესახებ იმ თაობის მსახიობები, იყო დიპლომატი. ზუსტად იცოდა, სად უნდა მდგარიყო, როგორ უნდა მდგარიყო და ფაქტობრივად მან ძალიან ბევრს მიაღწია და მან გამოიარა რთული პერიოდი, რეპრესიებს გადაურჩა. ეს შემთხვევითი არ არის. ის 20-იანი წლების დასაწყისში იწყებს მოღვაწეობას რუსთაველის თეატრში და ასრულებს ფაქტობრივად 50-იან წლებში თავის კარიერას. ანუ მან გამოიარა რეპრესიები უმნებელმა, გადაურჩა რეპრესიებს. ეს ერთი ფაქტორი, რითაც ის ძალიან დიპლომატი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მას არ ეჭირა თავისი პოზიცია. ის ყოველთვის ასოცირდებოდა კოტე მარჯანიშვილთან და არა სანდრო ახმეტელთან. ნახეთ, მოღვაწეობას იმ დროს იწყებს რუსთაველის თეატრში პირველ დადგმებს, როგორც რეჟისორი დამოუკიდებელ დადგმებს და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ის არის პოლიკარპე კაკაბაძის პიესის ლისაბონის ტოსაღები პირველი დამდგმელი რეჟისორი. და ამას რუსთაველის თეატრში რო დგამს, მას წარმოიდგინეთ როგორი სპექტაკლი გამოვიდა, რომ მარჯანიშვილი და ახმეტელი აძლევენ უფლებას, რომ მან დამოუკიდებლად მეორე სპექტაკლზე იმუშაოს და ეს მეორე სპექტაკლი იყო ფრიდრიხ შილერის ვილჰელმ ტელი, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო მოდერნისტული სპექტაკლია სხვათა შორის, განსაკუთრებით თავისი სცენოგრაფიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სცენოგრაფი იყო ირაკლი გამრეკელი და მასთან ერთად მუშაობდა ირაკლი გამრეკელი. კოტე მარჯანიშვილი ბევრ რამეს ანდობდა მას, აი წმინდა როგორც ადმინისტრატორს ისეთ ფუნქციებს. აი მაგალითად დოდო ანთაძე იყო ის ადამიანი, ვინც ქუთაისის და ბათუმის, იმიტომ ორი ქალაქის თეატრი იყო, ხო, ესეც ერქვა. ხელმძღვანელობას მაშინ არ ვიცი როგორ ერქვა, რაიკომი ერქვა თუ ქალაქკომი, კომუნისტების დროა, 20-იანი წლებია. აი, ნუ მოკლედ ლამის თოფით ადგა, რომ ბიუჯეტი მოეპოვებინა, დაფინანსება და ამას მარჯანიშვილი ამბობდა, რომ არა დოდო ანთაძეო ეს თეატრი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ხა მარჯანიშვილის შემოქმედება იყო და ფული ჭირდებოდა, ხომ? ბუნებრივია ბიუჯეტი იყო თეატრის შესანახად საჭირო და ამ ხნივ ძალიან დიდ და იქ დგავდა უკვე სპექტაკლებს მარჯანიშვილი ანდობდა, როგორც ერთობლივიც ჰქონდათ, როგორც თანაშემწე ყავდა და ისე დამოუკიდებელი დადგმები ჰქონდა. აი მაგონდება 1928 წელი, პირველი სეზონი ქალაქ ქუთაისში. ამ დღეს სეზონის დასაწყისს დიდი ინტერესით მოელოდა ქართული საზოგადოებრივობა. ეს ხომ ახალი თეატრის დაბადების დღე იყო, რომელსაც წელს 40 წელი შეუსრულდა. გაიხსნა ფარდ. სცენაზე სამარისებული სიჩუმე არის. დაი გაისმის უშანგიჩხეიძის შტამბეჭდავი ხავერდოვანი თბილი ხმა. სიჩუმე. 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 სასოწარკვეთილების გზნობა. მაყურებელი სულქანაბული უსმენს სპექტაკლს. მას თანდათან იტაცებს სპექტაკლი
დაი ერთი განწყობილებიდან მეორე განწყობილებაში გადადის მსახიობი. ის უჩინებს რთულ ფსიქოლოგიურ ქარგას თავის გმირის სულიერი მდგომარეობისას. დასრულდა სპექტაკლი. ოვაციებს დასასრული არ აქვს. ხალხი ბობოქრობს. გაიმარჯვა ბრწყინვალე შემომქმნელმა გოტე მარჯანიშვილმა, გაიმარჯვა მისმა შესანიშნავმა კოლექტივმა მსახიობთა და ბრწყინვალე აქტიორმა უშანგი ჩხეიძემ. დოდო ანთაძემ ძალიან საინტერესოდ განვლო თავისი კარიერა, კარიერული ცხოვრება, იმიტომ რომ მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ის მალევე მოდის მარჯანიშვილის თეატრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად იყო ერთადერთი რეჟისორი, ის არ დარჩა მარჯანიშვილის თეატრში და პრეტენზიაც არ გამოუთქვამს სამხატვრო ხელმძღვანელობაზე, რომ მარჯანიშვილის შემდგომ დაეკავებია ადგილი. ჭკვიანი კაცი იყო. იცით რატომ? მან იცოდა, რომ ეს თეატრი არის მსახიობების თეატრი. ამ მსახიობებმა, სადაც იყო ვერი კვანჯაფარიძე ერთდროულად, უშანგი ჩხეიძე, შალვა ღამბაშიძე, კაკო კვანტალიანი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, თამარ ჭავჭავაძე, აი უნიკალური პლეიადა მსახიობების, მათ მოინელეს დიდი კოტე მარჯანიშვილი და რას უზამდნენ დოდო ანთაძეს. ამიტომ ამბობ, რომ ჭკვიანი კაცი იყო და ზუსტად იცოდა, რომ მას არ უნდა ქონოდა ამბიცია გამხდარიყო მარჯანიშვილის მემკვიდრე და მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი. მის ერთ-ერთ ცნობილ სპექტაკლად ითვლება იყო ასეთი ქართველი ებრაელი გერცელ ბააზოვი, მისი პიესა მუნჯები ალაპარაკდნენ, ასეთი პიესა იყო 30-იან წლებში დადგა და აი მის რეჟისორულ წარმატებად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან კარგი აქტიორული სახეები შეიქმნა, ეთყობა იდეოლოგიურადაც ისეთ სპექტაკლი იყო, საბჭოთა წყობილება სჭირდებოდა. ეს იყო აი გაჭირვებული დაბალი ფენის ებრაელები, როგორ ახალ ცხოვრების დროს როგორ გამოდიან ასპარეზზე, მუნჯები ალაპარაკდნენ, ასეთი პათეტიური სათაური. და სხვათა შორის ის სხვადასხვა სპექტაკლებს დგავს, ამ დროს აი ნინოშვილის გურია, მაგალითად ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებების მიხედვით და უკვე ესეთი ცნობილი რეჟისორი ხდება, ასე ვთქვათ, აი მარჯანიშვილის შემდგომ თაობაში. ძალიან განსაკუთრებულია კიდე მისი როლი ქუთაისის თეატრთან დაკავშირებით. ერთი პერიოდი ის თითქმის 10 წელი თუ მეტი ედგა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს სათავეში, იქ წავიდა როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი და ითვლება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ქუთაისის თეატრის. მან ძალიან საინტერესო რამე გააკეთა. იმ საშუალო და ახალ თაობასთან ერთად თბილისიდან მიიწვია ძველი ლეგენდარული მსახიობი ალექსანდრე იმედაშვილი, რომელიც იყო ცნობილი ოტელოს და მეფე ლირის როლების და ესეთი შემსრულებელი მარჯანიშვილამდე, აი მე-19 საუკუნის ბოლო მე-20-ის დასაწყისში და ეს უკვე ასაკოვანი კაცი, რომელიც არსად არ მუშაობდა, წაიყვანა იქ და სპეციალურად მისთვის დადგა მეფე ლირი და ნუ გახმაურდა ეს სპექტაკლი ხა იმედაშვილი თავის მეფე ლირით და ძალიან ცნობილი, კარგი ის ჰქონდა, მოკლედ პერიოდი ქუთაისში სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს, აი იპოლიტე ხვიჩია მაგ დროს იქ მუშაობდა და ნუ ძალიან ისეთი წარმატებული იყო ქუთაისის თეატრი. დოდო ანთაძე არის პირველი რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში, რომელმაც დამოუკიდებლად დამაარსებლის შემდეგ დადგა სპექტაკლი. ეს იყო გერცელ ბააზოვის მუნჯები ალაპარაკდნენ და სწორედ ეს წარმოდგენა იქცა მის პირველ დამოუკიდებელ ნამუშევრად, იმიტომ რომ ის საკმაოდ თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი გახლდათ და ყოველთვის მეორე რეჟისორად აწერდა ხელს კოტე მარჯანიშვილთან. შემდეგ მოხდა ისე, რომ კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი უშანგი ჩხეიძე ხელმძღვანელობდა თეატრს, რაღაც პერიოდი უკვე მერე დოდო ანთაძე, ხოლო შემდგომ ბატონი დოდო გადაიყვანეს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში.
აი აქაც რეჟისორთა ბედი ზოგადად ასეთია. მე ბევრი წამიკითხავს, რომ 1951 წლის 22 ივნის გრიბოედოვის თეატრის შენობაში გაიმართა ქუთაისის თეატრის გასტროლი, სადაც წარმოადგინეს ოტელო და იმედაშვილის ოტელოზე ლაპარაკობდა მთელი თბილისი და კიდევ უფრო მეტს ილაპარაკებდნენ, რომ არა ის ფაქტი, რომ იმ დღეს დაიწყო სამამულო ომი და შემდეგ ამან გადაფარა ყველაფერი სხვა. მაგრამ თითქმის არავინ ამბობს იმის შესახებ, რომ იმედაშვილის ოტელოს დამდგმელი რეჟისორი სწორედ ბატონი დოდო ანთაძე გახლდათ. მალე ექნება თეატრის ახალი შენობა. რესპუბლიკის სახალხო არტისტი დოდო ანთაძე. დასვენების დღეებში აქ ხშირად მოდიან დასახმარებლად სხვა მსახიობები. დოდო ანთაძის დამსახურება ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრის წინაშე ნამდვილად ძალიან დიდია. მან აღადგინა 38 წელს მესხიშვილის თეატრი კოტე მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, სადაც ძალიან დიდი პაუზა იყო და დასიც დაშლილი იყო. ასე რომ მან დაიწყო რეგიონებში სიარული და მოპოვება ნიჭიერი ახალგაზრდების. ერთ-ერთი შემთხვევა იყო ასეთი, მაშინ უკვე იპოლიტე ხვიჩიას ძმა საშა ყვინჩია ხონში დგამდა სპექტაკლებს, გახლდათ რეჟისორი, დრამწრის და ბოლოს იპოლიტეც დააკავა და ტყიბულში ჰქონდათ წარმოდგენა. და მგზავრობის დროს ბატონმა დოდომ გაიგონა მატარებელში იპოლიტე ხვიჩიას სახელი. იმ საღამოს გახდა წარმოდგენა და წავიდა. ესე აღმოაჩინა ბატონმა დოდო ანთაძემ იპოლიტე ხვიჩია, რომელიც იმ საღამოსვე უკვე მესხიშვილის დრამატულ თეატრში წამოიყვანა და სთხოვა, რომ რაღაც ესო ყო არ მომწონსო და მოდიო ხვიჩიად გადაიკეთე გვარიო. ნუ იპოლიტემ უთხრა, ახლა დიდი განსხვავება არ არისო რასოვშიო და კარგითო. ამიტომ დღემდე არიან მისი ძმების მიშვილები ყვინჩიები, ბატონი იპოლიტე, ბატონი დოდო ანთაძის დამსახურებით გახდა ხვიჩია. ასევე აღმოაჩინა, მოიყვანა უამრავი მსახიობები, ესენი იყვნენ მარი გელაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, თინათინ ღვინიაშვილი, წარმოიდგინეთ, რომლებთანაც მე მომიწია პარტნიორობა და ისინი ძალიან ხშირად ახსენებდნენ ბატონ დოდოს, ძალიან დიდი პატივისცემით, ძალიან დიდი მოკრძალებით. იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლები, რომლებიც ისტორიაში არის შეტანილი, როგორც ოქროს ფონდში, თეატრალური ოქროს ფონდში, ეს გახლავთ ოტელო ალექსანდრე იმედაშვილის შესრულებით, დადგმა ბატონი დოდო ანთაძის, გუშინდელნი და ფსკერზე ეს სამი სპექტაკლი მახსოვს. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 38 წლის თავზე ქუთაისის მშრომელებმა ძვირფასი საჩუქარი მიიღეს. გაიხსნა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ახალი შენობა. თეატრი აგებულია თანამედროვე ტექნიკის უახლესი სიტყვის მიხედვით. მაყურებელთა დარბაზი და იარუსები გათვალისწინებულია 1100 მაყურებლისათვის. 5 ნოემბერს შედგა ახალი თეატრის საზეიმო გახსნა. საზეიმოს ხდომა გახსნა საქართველოს კულტურის მინისტრმა ალხანაკმა გუნიამ. მთავრობისა და პარტიის სახელით ქუთაისის მშრომელებს მიესალმა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი ამხანაკი ჭედრიშვილი. თბილისის თეატრალური საზოგადოების სახელით მიესალმა რესპუბლიკის სახალხო არტისტი ამხანაკი ანთაძე. ქართულ თეატრში მან ბევრი ახალი წამოწყებები წამოიწყო და კიდეც ასრულებდა მას. ის იყო
დიდი კოტე მარჯანიშვილის მოწაფე. როდესაც უდიდესი რეჟისორი ჩამობრძანდა რუსეთიდან საქართველოში და რუსთაველის თეატრს ჩაუდგა სათავეში, მაშინვე შეამჩნია დოდო ანთაძე, ახალგაზრდა დოდო, თავისი გამოიწვია უკვე თავისი, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა და გვერდიდან აღარ იცილებდა, როგორც მოადგილე ისე ყავდა და ის თავის საყვარელ მასწავლებელს ტექნიკურ სიძნელეებს აცილებდა და ყველაფერს ასრულებდა. მათ ძალიან დიდი იმედები ჰქონდა დიდ კოტე მარჯანიშვილს, რომ დოდო ანთაძე ნამდვილად გამოიჩენდა თავს როგორც რეჟისორი და ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ მე მგონიო, რომ შენ როდესაც გახდებიო რეჟისორიო, ძალიან მაღალ სიმაღლეზე ახვალო, ისეთ ორჯერ უფრო მაღალ სიმაღლეზე, ვიდრე შენ ახარო და ძალიან მაღალი იყო დოდო ანთაძე, ძალიან ისეთი ინტელიგენტური გარეგნობის, არისტოკრატული, საერთოდ იყო არაჩვეულებრივი პიროვნებაც და გარეგნობაც ყველაფერი ხელს უწყობდა. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებრიობამ სიყვარულით აღნიშნა რესპუბლიკის სახალხო არტისტის, გამოჩენილი რეჟისორის დოდო ანთაძის დაბადების 60 და თეატრალური მოღვაწეობის 40 წლისთავი. საღამოზე გულწრფელი სიტყვებით გამოვიდნენ ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს დოდო ანთაძის დამსახურება ქართული თეატრის წინაშე და უსურვეს იუბილას სამგზნივი სიცოცხლე და ახალი შემოქმედებითი წარმატებები. მთელი გრძნობით იყო გამსხვრდილი დოდო ანთაძის სიტყვები. უსაზღვრო მადლობა თქვენ ჩემო ხალხო, პარტია, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი დაფასებისა. 1959 წელს მე-9 კლასში ვიყავი, ვარშთა პირველმა სკოლამ, აი ცნობილი გიმნაზია რომ არის და იქ რომ არაჩვეულებრივი გიმნაზია იყო, ისტორიულად შესანიშნავი, იქ აღიზარდა მთელი გენიოსები, მსახიობები, მეცნიერები და აი იმ სკოლაში შესანიშნავი სცენა, პარტერი, ეს ყველაფერი არის და აი იქ დგამდნენ ნინოშვილის გურიას. ნინოშვილის გურია ყველას ძალიან გვიყვარდა და მოგწონდა და თამარ კიკნაძე შესანიშნავი მსახიობი, სახალხო არტისტი, მოვდანდა იქ სკოლაში, ის ხელმძღვანელობდა ამ დადგმას და დამრიგებელი გენა კობახიძე იყო არაჩვეულებრივი ლიტერატურის მასწავლებელი და თამარ კიკნაძის ვაჟი ემზარ გვინჩიძე თამაშობდა იასონს. მე მთავარ როლს თამაშობდი იქ დარიკოს. მახსოვს და პრემიერის დღე დადგა და გავიგეთ რომ ესწრება მსახიობები თეატრის და დოდო ანთაძე ესწრება. ოი რა დამემართა. ისევ ღელავდი. არა ეს ღელვა კი მოუხდა ჩემს როლს, იმიტომ რომ შემოვრბოდი თავის მოკლის წირო შემორბის თმა გაწეწილი და თვები მქონდა ძალიან დიდი და ეს გაშლილი თვებით შემოვარდებოდი. დედამთილო თავი დაღუპე და მეც დამღუპე რომ ვეუბნებოდი და ტაშის ხმა გავიგონე. ოი რა დამემართა. და მე გავაგზელე როგორც იქნა და დამთავრდა სპექტაკლი, მსახიობები ვილოცავდნენ, ახალი დამთავრებული სკოლა, დამთავრებული სტუდენტები ჩამოსულები იყვნენ და ვილოცავდნენ ყველა და ბედნიერები ვიყავით ამით და მე მორცხვად ვიდექი ჩემთვის და მესმის ხმა დარიკო შემსრულებელი მომიყვანეთო. თამარ კიკნაძე მომძებნა, მიმიყვანა ეს თმა გაშლილი ასე, ამაწია მიტია თავი და მითხრა შენ მსახიობობა ხომ გინდა? აუცილებლად უნდა გამოხვიდე მსახიობი, ხომ გამოხვალ? დოდო ანთაძე 10 წლის განმავლობაში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელი. და ამ პერიოდში მან ერთი ძალიან საინტერესო სპექტაკლი დადგა. ეს არის შექსპირის მეფე ლირი.
იმ პერიოდში ლირს თითქმის არ დგამდნენ და ეს იყო ძალიან დიდი გაბედული ნაბიჯი, იმიტომ რომ უნდა ყოლოდა შესაბამისად ლირის როლის შემსრულებელი და იმ ლირსაც მარტო რო იპოვიდი მის შემსრულებელს, გვერდით ჭირდებოდა ძალიან კარგი პარტნიორები. ასეთი რესურსი არ არსებობდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ალექსანდრე იმედაშვილმა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა მეფე ლირზე და დოდო ანთაძეს თხოვა რომ დაედგა მისთვის მეფე ლირი. 15 წელი ფიქრობდა და მუშაობდა ალექსანდრე იმედაშვილი მეფე ლირზე. თურმე რამდენიმე წლით ადრე დოდო ანთაძეც ფიქრობდა მეფე ლირის დადგმას ფიქრობდა და აი ასე შეხვდნენ ისინი შემოქმედებითად ერთმანეთს. რეპეტიციები დაიწყო 1939 წელს, ანუ როცა იწყება მეორე მსოფლიო ომი და ეს კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ და თანამშრომლობა იწყება ალექსანდრე იმედაშვილთან. ლირის მხატვრულ სახეში, როდესაც მესხიშვილის თეცი ალექსანდრე იმედაშვილს მისცა ეს როლი, ჩაფიქრებული იყო სტალინი, რომელიც ზრუნავს თავის ხალხზე. რომელიც უნაწილებს სამეფოს თავის ხალხს, იმიტომ რომ გაძლიერდეს მისი სამეფო და ყველა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი და ლირი იღებს სულ სხვა შედეგს. ეს ხდება ომის წინაპირობად, ეს კონტექსტი ეპოქის რო გავითვალისწინოთ. აი ეს ქონდა ჩაფიქრებული და ცხადია დოდო ანთაძე ამ შემთხვევაში როგორც რეჟისორი არ იყო გულწრფელი და ის კონიუნქტურისთვის დგამდა ამ სპექტაკლს და აკეთებდა. მას უნდოდა რომ პოლიტიკური სარჩული ქონოდა ამ სპექტაკლს და თავისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც აბსოლუტურად მოთავსდებოდა საბჭოთა კომუნისტური პარტიის ნარატივში, თანხმედრაში მოხდებოდა ეგონა მას ეს. მაგრამ ალექსანდრე იმედაშვილს სულ სხვანაირი ხედვა ჰქონდა. საერთოდ არ აინტერესებდა მას პოლიტიკა, მას უნდოდა როგორი იქნებოდა მისი ლირი და როგორ ითამაშებდა და ამიტომ სპექტაკლი არ გამოვიდა წარმატებული. თუმცა ალექსანდრე იმედაშვილის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამით დაასრულა თავისი კარიერა. სპექტაკლი სულ 15 ჯერ ითამაშეს, იმიტომ რომ დავაადდა ტუბერკულოზით ალექსანდრე იმედაშვილი და ვეღარ გააგრძელა სპექტაკლის თამაში. სულ 15 წარმოდგენა ითამაშეს მაყურებელზე და დოდო ანთაძის შემოქმედებაში ეს სპექტაკლიც ასევე გამორჩეულია როგორც რეჟისორის. სიცოცხლის ბოლო წლებში ის გახლდათ საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და ის შენობა, რომელიც დღეს აი შტაბინაა პრაქტიკულად ამ საზოგადოების და ერთადერთი ისეთი რეალური ქონება ამ საზოგადოების ლეონიძის ქუჩაზე, ცნობილი მსახიობის სახლი, სწორედ დოდო ანთაძის ხელმძღვანელობის დროს არის აშენებული და მის პერიოდშივე არის შექმნილი იქ ეს მსახიობის სახლი არსებული ამ თეატრალურ საზოგადოებასთან. ასე რომ მუშა ფუტკარივით ბატონი დოდო იყო ყველგან და იყო სულ მუდამ ქართული თეატრის სამსახურში, რასაკვირველია იყვნენ უფრო დიდი რეჟისორები ქართული თეატრის ისტორიაში, მაგრამ აი ამ ტიპის მუშა ფუტკრების არსებობამ დიდწილად განსაზღვრა სხვადასხვა ეტაპზე ქართული თეატრის განვითარება და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ყოველთვის დოდო ანთაძე.